მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, იმედია კარგად ხართ. იმედია ყველაფერი კარგად არის. ეხლა მინდა ორი სიტყვით ხვალინდელი დღის რეკომენდაციებზე გითხრათ. ხვალ არის მზის დაბნელება. იცით ალბათ ეხლა ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინფორმაცია ამაზე, მაგრამ მეც გეტყვით, რომ უბრალოდ თავი უნდა შეიკავოთ რაღაცების ყიდვისგან, თავი უნდა შეიკავოთ ახალი საქმეების წამოწყებისგან, ასევე ვალის აღებისგან, თუნდაც თქვენ გქონდეთ ვალი და ფულის დაბრუნება, ხო? აი ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, ზედმეტი ხარჯები უნდა აირიდოთ. არ შეიძლება ამ დღეს რამე მნიშვნელოვანის გადაწყვეტილება, აი რაღაც ბიზნესის გახსნა, მოკლედ რა, ხო მიხვდით, ყველაფერი, უნდა გადადოთ. ამიტომ რომ ხვალ მიჩნეულია, რომ როცა ხდება ესეთი დაბნელების პროცესი, ხო? ადამიანებს ებინდება დგონება და ბევრი რაღაცა შეიძლება გამორჩეთ, აი კონტრაქტის გაფორმების დროს და რა ვიცი, აი ესეთი ნუანსები არის, რომ მე არ მოხდეს რაღაც გაურკვევლობა, გაუგებრობა, ასევე აი ხალხმრავლობაში, ხო? წახვალთ, აი მაგალითად ხვალ მაინდა-მაინც დაგეგმოთ შეხვედრას, რომ აი ერთად წავიდეთ, ვთქვათ იქ დრო გავატაროთ, აღვნიშნოთ, ვიგრიალოთ, სიტყვაზე ვიძახი, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ ცოტა ხანი, ერთი დღე მაინც შეძლოთ სოციუმს მოწყდეთ რა და თქვენ თავებში, თქვენ ოჯახებში, თქვენ სახლებში, სადაც ხართ რა. იყოთ აი ესე მშვიდად, არ იფიქროთ ცუდზე. კიდე კონფლიქტური სიტუაციები არის ძალიან აი ესეთი რა ამ დროს, ნახეთ როგორი რაღაცა არის. ეს პირდაპირ განაჩენი არ არის, ხო? ასტროლოგიურად ვიცახი, რომ ეხლა მაინდა-მაინც ეს მოგივა, ან ის მოგივა. არა. რატომ? იმიტომ რომ თავისუფალ ნებას ხო გვაძლევენ ჩვენზეა ბევრი რამე დამოკიდებული, მაგრამ მე იმას ვიცახი, აი გავლენა, ხო? ამა თუ იმ სიტუაციის, აი იგივე იუპიტერის, იგივე მარსის, იგივე, ეს არის ენერგია, რომელიც იმ დროს, იმ კონკრეტულ მომენტში, იმ ფაზაზე ახდენს გავლენას. ხო და ვერავინ ვერ გეტყვით 100%-ით, რომ ეხა შენ მაგალითად აი იუპიტერის იმის დროს, გავლენის დროს, აი ყველაფერი 100%-ით გამოგივა. რატომ? ვერ გეტყვით ამას. გეტყვიან, რომ აი ვთქვათ კარგი, დადებითი ან პერსპექტიული ან ისეთი დღეა, მაგრამ ის რომ ეხა შენ ყველაფერს მოაგვარებ და არ იქა რაღაც იმაზე მწვერვალზე ახვალ და ახტები უცებ, ესეთი რამე არ არის. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველაფერში ესე არის. არ უნდა გავაფეტიშოთ, არ უნდა, უნდა მივაქციოთ ყურადღება ზოგად მინიშნებებს და გაფრთხილებებს, მაგრამ ისე რომ ეხა იმაზე ვიფიქრო მე დღე და ღამე, რომ აი ესე მოხდება და ისე მოხდება, ესეთი რაღაცა უნდა ამოიღოთ. რაც თავარი არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ყოველი თქვენთაგანი აკონტროლებთ სიტუაციას, თქვენზეა დამოკიდებული, გესმით, ესე მოხდება, ისე მოხდება, აი მაგალითად იყო შემთხვევები, რომ იგივე ტაროს პროგნოზირების დროს, რომ აი მაჩვენებს პირდაპირ კარტი, რომ აი დღეს მაგალითად შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია მოხდეს და პროგნოზირებს კარტი, რომ მოდი რა თავი შეიკავე, დღეს დაუწყებ იქ რაღაცების, იმ სიტუაციებს გაუხსენებ, რომ შენ დამნაშავე ხარ, შენ ესე მოიგეცი, შენ ესე მოიგეცი და შეიძლება რომ აირიდო კონფლიქტი, რომელიც შეიძლება დაშორებამდეც მივიდეს რაღაც მომენტში, დიდი კონფლიქტის მოსალოდნელი სიტუაცია ჩანს, ხო?
და შეიძლება ამის არ იდება და ვაფრთხილებ ადამიანს ვეუბნები, რომ აი მოდი რა შეიკავე თავი, იმიტომ რომ შეიძლება შერიგდე, შეიძლება მოაგვარო ეს სიტუაცია და მერე ხო რომ გადაიulis ეს რაღაც პერიოდი, მერე მიახალებ თქვათ ის რაც თქვათ გაწუხებს რომ აი დამნაშავეა, აი არასწორად მოიქცა, აი რაღაც. აი ესე თითის ქნევებით ხო? მაგრამ ეხა ნახეთ მე ვაფრთხილებ, კარტი ამას პროგნოზირებს, ეუბნება. მაგრამ ის ადამიანი ივიწყებს ამ თქვათ ჩემს გაფრთხილებას კარტიდან წამოსულ ამ ინფორმაციას და ეგრევე გადადის შეტევასა და მერე, რამოდენიმე ხნის მერე მირეკავს და აი დავშორდით თავიდან კი უნდოდა შერიგება, მეუბნებოდა რომ ესე ისე, ანუ მოკლედ რა, მე უბრალოდ მაგალითი მომყავს, მაგრამ აი მე ისა რა ქვია, გაუპრავე რა სლენგურად. ხო, და მეთქი, ანუ მე ხო გითხარი, ანუ გაგაფრთხილე რა ინფორმაციათ მოდი რა დღეს თუ გინდა ამ ადამიანის დაბრუნება და შერიგება მასთან, შეიკავე თავი, დღეს მოდი დაუწყებ გარჩევას, ასე ვთქვათ, და მერე გადაიulis ეს რამოდენიმე დღე და კი ბატონო, თუ ასე გაწუხებს, მერე მიახალე, ხო, შენი უკმაყოფილება, სიტყვაზე ვიძახი. ან პრეტენზია. არ დამიჯერა, ხო, ეს თქვენზეა, ანუ მე უბრალოდ ეხა მაგალითი მომყავს, გესმით? ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. პროგნოზირებს კარტი, პროგნოზირებს ასევე ბევრი ხელსაწყო არსებობს, ხო? საიდანაც ვიღებთ ჩვენ, ანუ ესეთი გამოღვიძებული ადამიანები, გაცნობიერებულები, ინფორმაციას მინიშნებებით, ციფრებით, ასევე სხვადასხვა ხელსაწყოებით, მაგრამ ის, ანუ ვერ იმოქმედებს, ნახე, ის გეუბნება, პროგნოზირება ასეთი. და დანარჩენი უკვე იმ მომენტში, იმ კონკრეტულ მომენტში შენ წვიტავ, შენ მოქმედებ, აი არ ვიცი ხა როგორ ვხსნი თქვენთვის გასაგებად, მაგრამ აი ამაზე იფიქრეთ. ის რო ხა გვაფრთხილებენ, რომ აი მაგალითად ხვალ, ხო, მზის დაბნელება და ესეთი კოლოსალური რაღაც ისეთი დღეა, ნეგატიური დღეა. რომ არ უნდა იმოგზაუროთ, არ უნდა დაგეგმოთ პიკნიკი, არ უნდა შეხვდეთ თქვათ საყვარელ ადამიანს და წახვიდეთ საადმე, იმიტომ რომ კონფლიქტური რაღაც სიტუაციების გავლენა ამ დღეს, ხო, ხვალინდელ დღეს ვსაუბრობ, უფრო მეტია, შეიძლება პატარა რაღაცაზე, ანუ წამოგეკიდოს, ან შენ უცებ, იმიტომ რომ ნეგატიური გავლენაა, გესმით, ანუ თვითონ ეს სიტუაცია პირდაპირ თქვენზე კი არ მოქმედებს, აი როგორც კოლექტიურად რომ ვიღებ ხო ინფორმაციას, ასე არის. ხო და ამიტომ არის რომ ეს საჯარო სიტუაციები, ხო, ინფორმაცია, იგივე თუნდაც ასტროლოგიურად, რომ აი მაგალითად მზის დაბნელება, რატომ მოქმედებს გიბინდავს გონებას, შემოდის უფრო მეტად უარყოფითი ნეგატიური ენერგიის გავლენა ყველა ადამიანზე, ყველაზე და მოგდის ის ცუდი რაღაცა თუნდაც რომ გაიხსენო, ხო, აი ესე მომექცა, აი ესე მითხრა, და ანუ ვეღარ იცილებ ამ ცუდს, გესმის? შენი აზრებიდან, შენი გონებიდან და ექვემდებარები მერე ამ გავლენას. ანუ აი ესე მინდა რომ ავხსნა, რომ რაღაცნაირად გაიგოთ. თორე ეხა მე თუ შემიძლია, ხო, პრინციპში მე შემიძლია. ავიყვანო ჩემი თავი და აი როგორც ფაილს რო შლი კომპიუტერში, ხო, ის მომენტები, ხო, ტკივილიანი დარდის, რაღაცა იმ ადამიანიდან უსამართლოდ მოქცევის ამოვიღო, წავშალო, ხო? და მხოლოდ კარგები გავიხსენო, რომ ბევრი კარგი აქვს, ხო, იმ ადამიანს სიტყვაზე ვიძახი. და რაღაცნაირად ჩემ თავს შემოუძახო, ცუძე არ ვიფიქრო, მე თვითონ შევიქმნე განწყობა. არ უყურო ამ ტელევიზორს, სადაც ნეგატივია და საშინელება, ახალ ამბებს და ასე შემდეგ და ჩავხტო რაღაც მშვიდი მუსიკა, ავიღო წიგნი, რომელიც ასე წასაკითხე, გავაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს, სიტყვაზე ვიძახი და ჩემი თავი, ანუ ამ დღეს ესე მშვიდად ლამაზად ისე რომ იმ ადამიანებთან ახლა არ დავიწყო საუბარი, ვინც კი არა და ერთ ვედრო ნეგატივს გაყრის, ხო, რომ ეკითხები ადამიანს როგორ ხარ და იწყება, ანუ ის ტკივა, ისი ასე.
ტოქსიკური, ხო, ადამიანები, ანუ არიან ჩვენს ირგვლივ, დააკვირდით ძალიან ბევრი თან სამწუხაროდ. და რაღაცნაირად აი ამას ვიძახი, რომ განმარტოვდე შენთვის იყო იფუსფუსო, ცუძე არ იფიქრო, ყველა შეუძლია ეს. ყველა შეუძლია ეს და რაც მთავარია, ხო, აი ესეთ დღეებში, ხო, როგორიც მაგალითად ხვალინდელი დღე იქნება. კარგია ცუდი თვისებების, ცუდი რაღაც იგივე რაც იყო წარსულში, ხო? დაშორება, გულის ტკივილი, ტყუილი, ღალატი, რა, მოკლედ ბევრი რამის ჩამოთვალოთ, დაწეროთ ფურცელზე, აიღოთ და აი მაგალითად მე თავისუფლდები სიტყვაზე ვიძახი ამ სიტუაციიდან და კონკრეტულად აღწეროთ რა სიტუაცია. მე ანუ ვიცილებ ჩემი თავიდან სიზარმაცეს, ხო, მაგალითად მე ვაგდებ მოწევას, სიტყვაზე ვიძახი. და ნუ ბევრი რაღაცა თვისება, გაანკითხვა მაგალითად, ხო, აი არიან ადამიანები სულ განიკითხავენ, ხო? ვიცით რომ ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ არავინ არ ვართ დღეს უცოდველები, ყველას გვაქვს რაღაც, ანუ აქ მოვედით გამოსასწორებლად, ეს მისია ჩვენი რა არის? რომ გამოვსწორდეთ, უკეთესები გავხდეთ და ხა ყველა ვართ რაღაცაში მანკიერები, ანუ არ ვართ იდეალურები, ხო? მაგალითად არ განვიკითხო, არ ვიჭორაო სიტყვაზე ვიძახი. არ თქვა ის აგრესიულად წამოსული, იგივე არ ვილანძღო, არ ვიგინო და ასე შემდეგ. ერთი დღე აი ეს ასკეზა, ხო, რო იტყვიან. შეგიძლიათ გააკეთოთ თუ გინდათ, რა თქმა უნდა, თქვენ სულვილზეა და ჩამოწეროთ ფურცელზე ეს მთელი უარყოფითი რაც არის. გადაიკითხოთ კარგად, შეიმეცნოთ, გააცნობიეროთ, რისგან გინდათ განთავისუფლდეთ. იგივე ზედმეტი კალორიებისგან, ქოლესტერინისგან, სიტყვაზე ვიძახი და მერე, ანუ აიღოთ ასანთი, მოუკიდოთ ამ ფურცელს და აი ესე დაწვათ ეს ფურცელი და თქვათ, რაც მთავარია, რომ როგორც ეს ფურცელი იწვება, აი ესე დაიწვას, მომშორდეს, გამეცალოს ჩემგან ყველაფერი ცუდი ის, რაც ანუ ამ ფურცელზეა დაწერილი და ეს მერე რაღაც ჭურჭელში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ხო და ეს ფერფლი მერე აი ესე გახვალთ და ფანჯრიდან, აივნიდან ქარს გაატანთ და აქაც იტყვით, რომ ვიცილებ, ვიშორებ ყველაფერს ცუდს და თან ფიქრობ ამაზე, რაც თავარი, ანუ ეს მოქმედება რატოა საჭირო, ნახეთ, იმ მომენტში შენ კონცენტრირდები იმ ცუდზე. შენ როცა ფიქრობ მეტაფიზიკურად, ხო? ბევრ ადამიანს არ შეუძლია კონკრეტიკა. და ეს ფიქრები, ანუ როგორ გითხრათ, იცი, ანუ ერთ რაღაცაზე კონკრეტიკა, ხო? კონკრეტულად ერთ რამეზე ფიქრი არ შეუძლია და ფიქრები მოდის სხვადასხვა მხრიდან, იქ და ვერ იმაშვები შენ ამას, ვერ აკონტროლებ. ჩვეულებრივი ადამიანი, ესეც პრაქტიკაა, როცა შენ სწავლობ კონცენტრირებას. და ეს წერა, ხო, ეს მოქმედება, ეს რაც ახლა მე ავწერე, რატოა საჭირო, რომ შენ კონცენტრირებული ხარ ამ საკითხზე, უკვე შენ ქვეცნობიერად განიცდი იმ ყველაფერს, რასაც წერ, თან შენ სურვილს აცხადებ, ამჟღავნებ სამყაროში და მზის დაბნელების დღეს, როცა მართლა ნეგატიური დღეა, იცილებ ამ ცუდს, იმ ტკივილს, იმ დარდს, იმ წუხარებას, სიტყვაზე ვიძახი, ვალებს, ხო, კრედიტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ არსებობს ესეთი პრაქტიკა, თუ გინდათ გამოიყენეთ, ნება თქვენია, მე უბრალოდ გადმოგეცით ჩემი პრაქტიკებიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ხო, ნახოთ. გას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. აი მაგალითად, ხო, მზის დაბნელება 29 მარტი 2025 წელი. აი ბევრი ადამიანისთვის როგორი იქნება ეს დღე. გვაჩვენოს კარტებმაც გადმოვარდა. ემოციონალური ფონი იქნება ძალიან დიდი. დამავიწყდა მე თქვა, რომ გაღიზიანება, რაღაცნაირად როგორ ძნობ თავს რა. მაინდა არასახარბიელოდ იქნება ესეთი მომენტები.
ხო, აი ჩაკეტილობა, რაც თავარი. ანუ ფაქტიურად როგორც კარტები მაჩვენებენ, აი ფულადი რაც თქვი, ხო? აი ფულადი რაღაც სიტუაციები უნდა გადადოთ ერთი დღით, ორი დღით. ну ეხა რაც საჭიროა ეხა პური თუ გინდა რომ იყიდო სიტყვას ვიძახი და შაქარი შემოგაკლდა, ანუ ესე წვრილმანებზე არ არის აქ საუბარი, მაგრამ მთლიანობაში აი ჩაკეტილი დღეა, რატომ არის ჩაკეტილი? ნახე, სტრესი, გულგაცრუება, ადამიანი ნახეთ, აი დასერილი, გამწარებული, მიტოვებული, ანუ ტკივა ამ ადამიანს, თუნდაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფსიქოემოციონალურად ნახე, თვალზე რული აქვს, ანუ შეხვეული აქვს, ხო, რაღაცა, თუ ვერ ხედავს, სიტყვაზე ვიძახე, სიმბოლოები თუ ხსნი. აი ეს ყველაფერი, ხო? და შენი, ანუ აი აქ შებორკილი ხელები და აი ის პრობლემა, რაც ძალიან ყველაზე მეტად გაწუხებს. აქ ეხა ფინანსებიც ამოვიდა, აქ ამოვიდა აქტიური სიტუაცია, ანუ რისგან უნდა შეიკავოთ თავი, აქ ამოვიდა გადაწყვეტილების მიღება, აი რაღაცაზე, ხო? საყვარელ ადამიანთანაც. ხო, იმიტომ რომ თვითონ კარჩი მაჩვენებენ, რომ სიყვარულის მომენტიც, ხო, აი შეხვედრა საყვარელ ადამიანთან, მაინდა-მაინც თუ შეიძლება რომ გადადოთ, რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია არ მოხდეს. არ მიწეროთ, არ მოწეროთ რაღაცები, არ დაიწყოთ, ანუ მოგივათ ესეთი ფიქრები და აზრები და მე უბრალოდ გიხსნით, რატომ ხდება ეს და როგორ გადავიტანთ ხვალინელ დღეს უმრავლესობა, ხო? არის მზის დაბნელება და 29 მარტი, ხვალინდელი დღე, უმრავლესობა როგორ გადაიტანთ. ну, აი ნახეთ, კიდევ ერთხელ დამოწმება მოდის, რომ უნდა ვიყოთ როგორც განდეგილების სახლში, შევცვლი აგერო თქვენს დაინახოთ. მოწყდეთ სოციუმს ცოტა ხანი, არ გახვიდეთ, არ იაროთ, ანუ რეკომენდირებული არ არის თქვენ როგორ გააკეთებთ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მე ვიძახით და ვამოწმებ თან კარტით. ძალა, ანუ სიძლიერის, ძალის კარტი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი დღეა და ამოვიდა თვითონ მზე, ანუ ენერგეტიკულად, მაგრამ მაინც გვაფრთხილებენ, რომ ვიყოთ, ანუ სახში ვიყოთ რა, ну ვივლით აქეთ-იქით, ну დავიწყებთ ყურებას, არიქა როგორ გნელდება და ვინახო, ანუ არ გვინდა რა, ეს ყველაფერი არ გვინდა. ემოციონალური ფონი იქნება და ვეცადოთ ჩვენ თვითონ გამოვიყვანოთ ჩვენი თავი, ის ცუდი ფიქრები რომ მოვა, ესე გავაქნიოთ თავი და ეს პრაქტიკაა და თანაც ტიბეტელი ბერების, რომ აი აქნევენ თავს, რომ არ უშვებენ იმ ცუდ ფიქრებს. მოდის რაღაც აპათია, ხო, რაღაცაზე დარდი, ну, ცუდზე ვიძახი ნეგატიურზე და მინდა თუ არ მინდა ესე ნახე, ტუჩების მიმიკით აკეთებენ გაღიმების პრაქტიკას, რომ აი იღიმიან სულ, რომ არ შემოვიდეს მათში სიტყვაზე ვიძახი რაღაცა ცუდი, დარდი, ნერვიულობა და მწუხარება. ამიტომ უღიმიან ყველას და ყველაფერს. არის ესეთ პრაქტიკებს აკეთებენ ხა და მუშაობს. მე ხო არ მომიგონია. კარგით, აი პირადზე ვნახოთ ეხა პირად ურთიერთობებზე, რამდენად კარგი იქნება, ვთქვათ, ეს დღე ან შეხვედრებისთვის, ან ურთიერთობისთვის. მე ხა რეკომენდაციებს გაძლევთ უბრალოდ, რომ დაფიქრდეთ ბევრ რამეზე. არ დაიწყოთ ამ პოლიტიკის ყურება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ხო, იქ მიდის მთელი ნეგატიური კრიტიკა და მთელი ამბები, ამიტომ შეიკავეთ თავი. აი სიყვარულთან დაკავშირებით დიდი ტრანსფორმაცია ხდება, ნახეთ. მე ხა შეხვედრაზე ვთხოვე, ხო? აი ვთქვათ და მაინდა-მაინც ხვალინდელ დღეს გაქვს, აი მაგიური დღეა, კი ბატონო. მაინდა-მაინც ხვალინდელ დღეს არის შეხვედრა ან მიმოწერა. სიტყვაზე ვიძახი, ვისაც ფიზიკურად ნახეთ, აი როგორი დღე არის, რას მაჩვენებენ. რომ ადამიანი აი ესე უნდა დააწვე, ან შენთვის იყო ხა.
პირდაპირ მნიშვნელობით არ არის ესე რომ დაწვედა შენთვის იყო, მაგრამ გული დაგწყდებათ, იმიტომ რომ სიყვარული განიცდის ძალიან დიდ ტრანსფორმაციას ამ დროს. გაგახსენდებათ რაღაც წყენები წამოვა, რომ შენ ესე რომ მითხარი, შენ ისე რომ გააკეთე, ანუ ნახეთ და თქვენთვის იქნება არასახარბიელო, იმიტომ რომ ეს არის მაგიური დღე, ანუ და რა თქმა უნდა ამობრუნებული კარტიც ამას მოწმობს, სტაგნაცია, ანუ ჯობია აირჩიოთ არა მოკითხვა, არა მიწერა, არა თქვათ შეხვედრა, არამედ ამ დღემ გაიაროს უბრალოდ აი ესე განმარტოებით. აი ესე ჯობია და მიჯერეთ. და მე აი ამ ზის დაბნელების შემდეგ 29 მარტის შემდეგ რას გვეტყვიან ახლო პროგნოზი ჩვენი ფარველები. რა რეკომენდაციებს, რა რჩევებს მოგცემენ. დამკითხვის დღე, ანუ აქაც მაჩვენებენ ყველა, რა თქმა უნდა, ვერ გადალახავს, ბზოგს ექნება ემოციონალური ფონი, ზუსტადაც რო თავის ტკივილი, არტერიული წნევების აწევ-დაწევა, ну, მოკლედ, მთელი ის რიგია ესეთ ფიზიოლოგიური პრობლემებისა, მაგრამ ესეც არ შეგეშინდეთ არის ის მომენტი, რომ გავლენა, ანუ ხო აგიხსენით უკვე ენერგეტიკულად გავლენა მოდის ზემოდან, რაზეც ჩვენ, ანუ გვინდა თუ არ გვინდა, ხვდებით ამ გავლენის ქვეშ, ეს არის ზემოდან. ზემოდან ხდება, მაგრამ აიყვანეთ თქვენი თავი ხელში, დაიჯერეთ, რომ თქვენ ხართ ძლიერები, ცოტა გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, ტვირთი იქნება, ეხლა ფიქრები რომ მოდის ცუდი, არ არის ადვილი, ხო? რომ შენ ესე იგი ეს ფიქრები გააგდო, სიტყვაზე ვიძახი, ყველას არ შეუძლია. მაგრამ აქ შემოქმედებით ნიჭს მაჩვენებენ, ანუ დაგეხმარებათ შემოქმედება, იგივე ვინც უკრავს, დაუკარეთ, ვინც მღერის, იმღერეთ, ვინც ხატავს, დახატეთ, ანუ აი ესეთი რა, შემოქმედებითი რაღაცა იმით დაიკავეთ თავი, ხო, პროცესში ჩაებით და რა თქმა უნდა, საიდუმლო, ანუ რას მაჩვენებს აქ, ხო? დაფარული, ყველაფერი უნდა განცხადდეს, ამიტომ ეს პირდაპირ ეხა მე არ მინდა ძალიან ისე ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ მცირედით შევეხე, პირდაპირ ტვინებზე ურტყავთ, უბრალოდ ეხა 29 თვითონ არის ეს დღე, ნახეთ, დასასრული და ენერგეტიკულად მძიმე დღეა. და ამიტომ აი ესეთ დაბალ ვიბრაციებში მყოფ ადამიანებისთვის ძალიან ძნელი იქნება ფსიქოზი, ნერვოზი, რა ვიცი რა არა. სოციოპატებს გაუჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ დიდი რისკი იქნება, რომ შეიძლება გამოვარდნენ, დაიწყონ. ანუ აი ესეთი რა კონფლიქტური სიტუაციების ვიძახი, ძალადობის და ასე შემდეგ. რაც არაერთხელ, ვთქვათ, მომსწრები გამختარვართ, მაგრამ ეხა ეს დღე გავლენა რამოდენიმე დღე, მაგრამ მე მცირდება. უბრალოდ ამ დღეს არის ძლიერი, ნახეთ და აი ეს დაფარული რო ამოვიდა, ზუსტად ეს არის, რომ დაფარულია ბევრი რამე, იმიტომ რომ ზემოდან ხდება. არ ვიცი ეხა რა დანიშნულება აქვს, ნახეთ, ყველაფერს აქვს რაღაცა აზრი ამ სამყაროში ისე არაფერი არ ხდება შემთხვევით და ესეც ალბათ საჭიროა. ღმერთმა მოკლედ გაგლოცოთ, მშვიდობა მოგცეთ, გონება გაგიხსნათ, გაგინათოთ, ყველას გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს, აბა თქვენ იცით, აიყვანეთ თქვენი თავი ხელში, იცოდეთ, რომ თქვენ განაგებთ ამ პროცესებს, თქვენ ხართ მმართველი და არავის არ ძალოს და არ აქვს უფლება თქვენინების გარეშე შემოაღწიოს თქვენ სივრცეში და გაკონტროლონ. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ უნდათ ყველა ადამიანი აიყვანონ კონტროლის ქვეშ და რაც თავარია ის ღვთიური, რაც მოდის და ყველა ადამიანშია ღვთიური ნაწილაკი, ხო? იმის ჩაკლა უნდათ იმ კატეგორიის ძალებს, რომლებიც დღეს ბატონობენ მთელ მსოფლიოში. აი ესე დავამთავრებდი, მაგრამ იცოდეთ, რომ ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს და როცა სინათლეა, სინათლე რა შვება, თუნდაც პატარა სინათლე იმ ბნელს
რა თქმა უნდა აქრობს და იქ უკვე სიბნელი აღარ არის. ამიტომ გჯეროდეთ ამის, გჯეროდეთ, რომ სიკეთე და სიმართლე გაიმარჯვებს. აბა თქვენ იცით. დროებით